ილაში დავისა ფილიპინებიდან. ჩვენ ჩამოვიდით გუშინ სახალხო მანილაში. ახალს მანილაში ვართ. პრინციპში მანილა არ გვინახავს და არც ოპირებთ ნახოს, იმიტომ რომ როგორც ავიკითხეთ, ნახეთ, რა ვიცი, არღირს ვაგაჩერებაო და პირდაპირ მივდივართ კუნძულებზე ვიწყებთ კუნძული კორონით და ეხლა მივდივართ აეროპორტში. ჩვენი სასტუმრო იყო პირდაპირ აეროპორტის მოპირდაპირ მხარეს გუშინ სახალხოს ჩამოვედით ჰონკონგიდან და გავჩერდით. გამოვიძინეთ და ეხლა მივდივართ. ცხელა, ზაფხულია. ყველაზე ის არის რომ აქ ეხლა ნოემბრის ბოლოა და უკვე გარეთ დგას ყველგან საშობაო ისინი გაფორმებები და რაღაცა ძალიან უცნაურობა, რაღაცა ქრისმას წერია ყველგან. ნაძვის ხეები დგას და თან გარეთ არის 13 გრადუსი სიცხე. ძალიან უცნაურობაა. რამდენიმე ეკლესიას ნახეთ, იმიტომ რომ ფილიპინები არის ქრისტიანული ქვეყანა. საკმაოდ ბევრი კათოლიკური ეკლესია გარეთ აეროპორტანაც კი. ეხლა მივდივართ მოკლედ, ფრენა გვაქვს 1 საათიანი და უკვე ვიქნებით კუნძულ კორონზე. და ყველაფერს აკეთვალიერებინეთ. მანილადან ბუსუანგოს კუნძულზე, სადაც კორონი მდებარეობს, გავფრინდით ფილიპინების ავიახაზებით. საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრეთ და ფრენამ სულ რაღაც 1 საათი და 10 წუთი წაიღო. თვითმფრინავიდან დანახულმა მანილას ხედებმა ჩვენზე მაინც და მაინც დიდი გავლენა ვერ მოახდინა, აქ ზღვაც საკმაოდ ბინძურია, მაგრამ რაც უფრო ვშორდებოდი დედაქალაქს, ზღვისფერი უფრო და უფრო ლამაზი ხდებოდა. თვითონ კორონი არის პატარა დასახლება და თავისი აეროპორტი არ აქვს, ამიტომ აქ მოსახვედრად ჯერ კუნძულის ერთადერთ აეროპორტში უნდა ჩამოხვიდეთ და უკვე აქედან მანქანით გადახვიდეთ კორონში. აეროპორტშივე მოგიწევთ ეგრეთ წოდებული ტურიზმის განვითარების გადასახადის გადახდა, რომელიც დაახლოებით $3 კაცზე. გაითვალისწინეთ, აეროპორტში მარტო ერთი ATM-ია, ამიტომ გირჩევთ, რომ წინასწარ დაახურდავოთ ფული და თან იქონიოთ ადგილობრივი ვალუტა ქეშად. აეროპორტიდან კორონის დასახლებამდე სულ რაღაც 9 საათის გზაა და უკვე აქედანვე იწყებთ ბუსუანგოს კუნძულის სილამაზით ტკბობას. First things first. Got a new baby, ready to explore the island. Philip missed riding a scooter, right, Fifi? And I missed being a passenger. Tell me you're in Asia without telling me you're in Asia. კორონში დღის მეორე ნახევარში ჩამოვედით და დაჩექინების შემდეგ ეგრევე დავიწყეთ კუნძულის დათვალიერება. კორონის საკმაოდ პაწუკა დასახლებაა, რომლის შემოვლა ფეხითაც შეიძლება, მაგრამ თვითონ ქალაქში ბევრი სანახავი არაფერია. ყველა სანახავი ადგილი მის გარშემო მდებარეობს და იქ მოსახვედრად სკუტერი ან მანქანა დაგჭირდებათ. კორონში ჩამოსვლისთანავე ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ეგრევე თვალში გხვდებათ, არის ადგილობრივების სიხარიბე. ხალხი ძალიან უბრალოდ და ღარიბულ სახლებში ცხოვრობს. ბევრი ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ბანაობს სახლში წყლისა და დენის დასაზოგად. სკოლის მოსწავლეები კილომეტრებს გადიან სკოლაში ფეხის მისასვლელად. მაგრამ როგორც კი გამოდიხარ ქალაქიდან, ისეთი ბუნება და ხედები გვხვდება, რომ ამ ყველაფერს გავიწყებს. ასე ატარებენ ფილიპინელი ბავშვები რიგით საღამოში. რაღაც სტადიონია. შეიკრიბნენ, ზოგი ცეკვავს მან. ზოგი თამაშობს. ფრენბურთს. აქაც ეხან რაღაცებს ცეკვავდნენ. მოკლედ, ერთობა ხალხი. ილოში როისა ჩვენ ვიწყებთ ახალ დღეს და მივდივართ ტურზე. უნდა მოვიაროთ კუნძულები, სნორკლინგი გვექნება. ძალიან საინტერესო დღე გველოდება. უკვე მოგვაკითხეს. ტური შევუკეთეთ პირდაპირ ჩვენი სასტუმროს მეკოტრენის დახმარებით და აქ მემოდიან სასტუმროში და გაკითხავენ მანქანით. ასე რომ, თან წაგიყვან და ყველაფერს გაჩვენ. ტურისტების უმეტესობა, ვინც ბუსუანგოს კუნძულზე ჩამოდის, რჩება კორონში, რადგან ეს საუკეთესო ბაზაა ახლომდებარე კუნძულების სანახავად. დღიური ტურების ყიდვა ქალაქში ბევრგან შეგიძლიათ, მაგრამ ყველაზე კომფორტულია პირდაპირ თქვენმა სასტუმრომ რომ დაგიჯავშნოთ. სანამ ჩვენ ველოდებით ჩვენს ნავს, გაჩვენებთ აი იქით რო არის პატარა ეს მწვერვალი. იქით უნდა ავიდეთ საღამოს რო დაბრუნდებით ტურის მერე, რომ ნახოთ ამ კუნძულის და გარშემო მდებარე კუნძულების ხედი.
ტურების ხანგრძლივობა და ფასი განსხვავდება. ჩვენ ისეთი ტური ავირჩიეთ, რომელიც ახლომდებარე ყველაზე ცნობილ და ლამაზ ადგილებს მოიცავდა. მათ შორის იყო 2 ტბა, 1 ლაგუნა და რამდენიმე პლაჟი. გზაში ისეთ საოცარ ადგილებს გადიხართ, რომ მხოლოდ ამის სანახავად უკვე ღირს ტურში წამოსვლა. ჯერ ყველგან არის ულამაზესი ფერის წყალი. მერე გზაში გვხვდებათ რაღაც ათასნაირი განსხვავებული ფორმის წყლიდან ამოსული უცნაური კლდეები და რა თქმა უნდა, ულამაზესი მყუდრო პლაჟები. ჩვენი პირველი გაჩერება იყო ეგრეთ წოდებული კაიანგანის ტბა, რომელმდა მისასვლელად ცოტა ფეხით მოგიწევთ სიარული აღმართზე, მაგრამ სამაგიეროდ ზემოდან კუნძულის ძალიან ლამაზ ხედავს დაინახავთ. თვითონ ტბაც ულამაზესია, თუმცა აქ ცურვა მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია დაშვებული და აუცილებელია უსაფრთხოების ჟილეტის ტარება. Wow, look at that. Look at this place. Oh, you have to. Wow. Holy shit. Need to lie down. Yeah, you lie down. Oh, it's right. Wow. Look at this. Nice. The second lagoon. ლაგუნებში კაიაკებით გასეირნების შემდეგ წავედით ახლომდებარე ულამაზეს პლაჟზე ლანჩი საჭმელად. თვითონ გზა პლაჟამდე არანაკლებ ლამაზი იყო და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ ფილიპინური პლაჟები ჩემი ტოპ 3-ეულის პირველ ადგილზე დგას. იმდენად ლამაზია აქაურობა. ჩვენ მაგიდების გუნდმა უგემრიელესი ლანჩი მოგვიმზადა და პირდაპირ პლაჟზე ვჭამეთ. ფილიპინებზე, კუნძულებზე ხშირად შეგვხვდებათ ასეთი ეგრეთ წოდებული წყლის ვაჭრები, რომლებიც ხშირად დაყვებიან ტურისტულ ნავებს და ყიდიან დამატებით სასუსნავებსა და სასმელს. ამასობაში ჩვენ დავასრულეთ ლანჩი და ავუშვით ჩვენი დრონიც. Conversations that don't last when you see me like a looking glass. It's hardly in the way we talk, it's in the way we lose. Disappointment till the end still feels better off in our hands. It's hardly in the way we walk, it's in the way we move. You take me out of the noise, you bring me back to your house. You shake the bones in my knees, you are the words in my mouth. We're on that living room floor. We're on that living room floor. We don't care at all. Unconditional. 'Cause we might never know. I feel so cold. ჩვენ ახლა გავჩერდით შესვენებაზე, ერთ-ერთ პლაჟზე ვართ. ძალიან ლამაზია. ცოტა ეს პლაჟები გვაგონებს მე და ფილიპს სეიშელებს. ძალიან ლამაზია. ეს ჩვენი ბოლო გაჩერება უკვე 7 ადგილას ვიყავით. ისეთ ადგილები ვნახეთ, რომ რა ვიცი, სიტყვები არ ყოფნის. დრონით ავაფრინეთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაჩვენეთ. ეხლა მინდა გაჩვენოთ, ნახეთ რა მაგარია ეს ხეები. პირდაპირ ფესვები აქვს ქვიშაში. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა. Yeshin. It was late at night. You tossed and turned as thoughts began to play. How can this be life? Every day I walk just waste away, saving up the time to spend it all on my
see how a local market looks. Meat. Oh, that's loads of meat. აქ არის ბოსტნეული სექცია. წვანე ბანანი, ასეთ ბანანს როგორც ვიცი, კერძებში გამოიყენებენ, ანუ ტკბილი არაა. ის ბანანი, რომელიც იჭმევა, სხვანაირია. აქ ანანასი. აი ეს კიდე სხვანაირი ბანანია. ესეც მწვანე, ესეც ტკბილი არაა, ოღონდ უფრო დიდია. აი ეს მანგოები ხახნო არის ყველაზე გემრიელი მანგოები, რომელიც არსებობს ქვეყანაზე. აი ეს ტიპა თუკებია. და ყველაზე ტკბილი. ჩინეთშიც იყო ესეთები. მოვიარეთ ადგილობრივი მარკეტი, კი არა და ბაზარი. ძალიან კაი რაღაცეები ვიყიდეთ, კაი იდეა იყო აქ მოსვლა. ჯერ ქოქოსი გვინდა ჩვეულებრივად, მაგრამ მე ვნახეთ, რომ იქვე ადგილზე აკეთებდნენ ქოქოსის რძეს. და თურმე როგორ კეთდება, ნახეთ ან როგორ პარკეში ყიდიან. ანუ ჩვეულებრივად ქოქოსის წყალს იღებენ და მე ქოქოსის ფხვნილს რაღაც იმაში მოწყობილობაში ატარებენ და წურავს ამ რძეს, წვენს. ამ ყველაფერს ურავენ ერთმანეთში და გამოდის ესეთი ქოქოსის რძე. და თან ცალკე ავიღეთ კიდე ქოქოსის წყალი, ანუ პირდაპირ რაც ქოქოსში არის ეს სითხე, გამჭვირვალე. ძალიან კარგი დღე ქონდა, ძალიან კარგი ტური იყო. ძალიან ამაზე ადგილები ვნახეთ, აი დრონის კადრებს რო ნახავთ მიხვდებით, რაზე საუბრობ. და ეხლა მივიდივართ აი იქით, არის ჩანს კამერაში. ამ მთაზე ეს არის კორონის ყველაზე მაღალი წერტილი. კორონის ამ პატარა ქალაქის დასახლების ისტორიის კუნძულზე სხვა უფრო მაღალი წერტილებიც არის და უნდა უყუროთ მზის ჩასვლას. და კიდე მზის ჩასვლის მერე გვინდა რომ წავიდეთ აქ არის ბუნებრივი ცხელი წყაროები, ანუ ოკეანის წყალია იდეაში აუზებია გაკეთებული მანდვე და ბუნებრივად არის ცხელი, იმიტომ რომ ლავა ათბობს მაგას. მოკლედ, დაახლოებით ესაა ჩვენი გეგმა. ხვალ უკვე ვტოვებთ კორონს და მივდივართ სხვა კუნძულზე, რომელსაც ქვია ელინიდო. No, to fajnie.